ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია შემოგვიერთდა მამაშალვა დილამშვიდობისა დაგლოცეთ. მოგესალმებით, გუთა დაგლოცეთ და გაგეხაროთ ღმერთმა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს გვინდა ვისაუბროთ პავლე მოციქულის სიტყვებზე, რომელიც წარმოთქვა გალატელთა მიმართ. ეპისტოლედან არის ეს ამონარიდი, ურთიერთთა სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯულიგი ქრისტესი ცნობილი სიტყვები არის და ჩვენ ვიცით ისედაც რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული არის საფუძველი ჩვენი სარწმუნოებისა, უმთავრესი რაც უნდა აღვასრულოთ და სხვისი სიმძიმის ტვირთვის მაგალითი თავად უფალმა მოგცა, როდესაც იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები. მაგრამ მაინც თანამედროვე სამყაროში როგორ უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები, როგორ უნდა აღვასრულოთ, ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ და ალბათ უპირველესად საინტერესო იქნება თუ რა კონტექსტში წარმოთქვამს პავლე მოციქული ამ სიტყვებს. როგორც ვთქვით, ეს არის ეპისტოლედან ამონარიდი, გალატელთა მიმართ ეპისტოლედა. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, იმიტომ რომ სიტყვებზე დგას როგორც პავლე მოციქული ამბობს, თელი რჯული, იმიტომ რომ როდესაც პავლე მოციქული გალატელებს წერს ამ წერილს, პავლე მოციქული საუბრობს წინადაცვეთილობას, წინადაუცვეთილობაზე. აღნიშნავს პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ ამდენად ადრე მოციქულები ითხოვდნენ წინადაცვეთას და პავლე მოციქული ამბობს, რომ არა ადამიანი მარტო ხორცზე კი არ უნდა მეფობდა, ანუ სულია უმთავრესი ადამიანისა, უმნიშვნელოვანესია სული და როგორ უნდა განავითაროს ადამიანს საკუთარი სული, მე ამას საუბრობს. თუ ადამიანი მიაღწევს სულიერ წარმარტებას, ადამიანი საკუთარ ცოდვებზე გაიმარჯვებს, მოერევა საკუთარ ცოდვებს და ღვთის სულიერ ნიჭებს მოიპოვებს, მაშინ შეძლებს რომ სხვისი სიმძიმე იტვირთოს და ესე აღასრულოს ადამიანის ღვთის ჯულს, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანებს ყველა ადამიანს ევალება ერთმანეთის ტვირთვა, ერთმანეთის ვალდება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქული, როგორც მამები ამბობენ, ცნობები ბოლოში ამ სიყვარული გახმება. ანუ რა გახმება სიყვარული, ანუ სიყვარული მიილევა ადამიანებში. თქოს ამის ნიშნები იგრძნობა. კი და ადამიანებს არ იქნება სახარება ის წერია, რომ დედა შვილის წინააღმდეგ წავა, შვილი მშობლის წინააღმდეგ წავა, ერთმანეთს ადამიანები დაუპირისპირდებიან და არათუ წარმოიდგინე უცხო ადამიანის ტვირთვა კი არა, შენი შეიძლება შვილი ვერ იტვირთოს ადამიანმა და საკუთარი მეუღლე ვერ იტვირთოს ადამიანმა და საკუთარი ძმა ვერ იტვირთოს ადამიანმა. დიახ, ოჯახის წევრიც კი გაუჭირდეს. შეიძლება არ იტვირთოს არათუ სხვა ადამიანი და ეს ყველაფერი გამომდინარეობს პავლე მოციქული ამბობს ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ თუ ადამიანს ეს სიყვარული არ აქვს და საღვთო სიყვარული ადამიანს არ აქვს და ამას არ იაზრს ადამიანი, სხვის ტვირთვას, სხვა ადამიანის ტვირთვას ადამიანი საკუთარ თავზე ვერ აიღებს და ვერ შეძლებს ამას. წარმოუდგენელიც კი არის ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო თემა შეხვეთ, რომ შვილის ტვირთვა, მშობლის ტვირთვაც უჭირს ადამიანს და მოყვასი რეალურად არა მხოლოდ ოჯახის წევრი არის, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ხო? და მოგვიწოდებს უფალი, რომ არა მხოლოდ მოყვასი, არამედ ტერიც უნდა გვიყვარდეს. ანუ ეს სიტყვები როგორ უნდა გავატაროთ ჩვენს ცხოვრებაში და როგორ უნდა აღვასრულოთ, თქვათ. რას ნიშნავს სხვისი სიმძიმის ტვირთვა? ხო, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უბრალოდ ახლოს არ გიშვებს. შენ კი გინდა რომ დაეხმარო, მაგრამ რაღაცნაირად ისეთ კედელს ააშენებს, რომ შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, მაგრამ ვერ შეძლო მის დახმარება. ამ დროს რას ვაკეთებ, თქვათ? როგორ ვეხმარებთ? ერთადერთი გზა დაგვჭირდა ამ დროსაც, მას უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ ახლა ნახეთ, შენზეა დამოკიდებული, შენი დამოკიდებულება მისდამი. მაგრამ მასზეა დამოკიდებული, ამას შენგან მიიღებს თუ არ მიიღებს ადამიანი. ეს მასზეა დამოკიდებული, თავიდან მოვიდა. ხშირ შემთხვევაში ადამიანები აჩერებენ ამ თავის სიკეთეს მეორე ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ რაღაც რო ხედავს ადამიანი ამას არ იღებს, ვერ ღებულობს შენგან, მე რაღაცა შენ უცხოდები ამ ადამიანს, გადიხარ ამ ადამიანისგან, მაგრამ ესი ქრისტიანი არ იქცევა. ქრისტიანი ბოლომდე იხარჯება, ანუ რას ურთიერთთა სიმძიმე იტვირთე და ეს აღსულ ჯულით, ანუ შენ ბოლომდე უნდა იტვირთო ეს ადამიანი და ბოლომდე უნდა წაყვე მას. ძალიან რთულია, ბოლომდე წაყვება მას კი ანიშნავს, ზოგადად რომ ურთიერთობაში ბოლომდე უნდა იყო, არა ლოცვითი ურთიერთობა შეიძლება ქონდეს მასთან თუ ადამიანი არ გიკარებს და არ გიღებს ადამიანი ხო რა ერთადერთი გზა გრჩება რომ მასზე ილოცოებოდ როგორც შეიძლება შვილიც იყოს შეიძლება შვილმაც არ მიგიღოს და შეიძლება შენ გინდა რომ საკუთარ შვილს დაეხმარო მაგრამ შენი შვილი შენგან ამას არ იღებს შეიძლება შენს მეუღლეს გინდა რომ დაეხმარო მაგრამ შენი მეუღლე არ იღებს გაუცხოდება შენგან და შენი იმიდან გადის უკვე ეს ადამიანი და ვერაფერ იკარებ შეიძლება მშობელი აღარ გიკარებს და მშობელი უკვე რაღაც გაუცხოდა შენგან და გავიდეს შენგან რასაკეთებ ქრისტიანი ხარ შეხო იმ ადამიანის გარეშე ვერაფერ იცხოვრო და შეხსდები ხო ძალიან გიყვარს. ამიტომ როცა ეს არ გიღებს, მაშინ ერთადერთი გზა რჩება რომ ღმერთს ევედრო მისთვის და შენი გულიდან ადამიანი არ უნდა გაუშვი. ანუ ჩვენ ქრისტიანები საკუთარი ცხოვრებიდან არავის არ უშვებთ. ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებით ყველას, იმიტომ რომ ჩვენ რო ღვთის წინაშე წარდგებით, ღმერთი იმას კი არ კითხავს, ჩვენ ვინ როგორ მოგვექცა. ღმერთი კითხავს, ჩვენ როგორ მოვიქეთ. სხვას როგორ მოვიქეთ. ჩვენ როგორ გავაკეთეთ, რა გავაკეთეთ მას, აი როგორ დავიხარჯეთ ბოლომდე, აი რას ვაკეთებთ ამ ადამიანს, ამას კითხავს ღმერთი ჩვენ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქრისტიანმა გაიაზროს რომ შენ ბოლომდე უნდა დაიხარჯო შენი მხრიდან. ბოლომდე დახარჯვა რას ნიშნავს, აი ბოლო წამამდე შენ ის ადამიანი შენი გულიდან არ დაგაუშვა. და თუ ქრისტიანი ხარ, ქრისტიანს აკეთებს, ქრისტე ბოლო წამამდე ელოდება ადამიანს. ანუ შეიძლება ადამიანი რაღაც ცხოვრებაში აურიოს, ღვთის სიაღიდან გავიდეს, ეკლესიის სიაღიდან გავიდეს
აირიო რაღაცა როგორც აი უწყებიშვილის მაგალითად რომ მოვიტანოთ ხო წავიდა მამის ქონება გაფლანგა გაანიავა რაღაც მაგრამ მამა მას ბოლომდე ელოდებოდა მამა ამის გამო რომ ის ისე იქცეოდა ამის გამო მამა საკუთარ შვილი უბრალოდ იმის არ გაკიდებია იქ არ მიაკითხა მასთან იქ არ მივიდა მაგრამ რასაკეთებს მამა მისთვის ლოცულობს ევედრება ღმერთს რომ მის წიაღში ისევ დაბრუნდეს და შედეგი რა არის ის ბრუნდება მის წიაღში ის გონს როგორც კი მოიგო იმიტომ ჩვენ დაბრუნდა ამიტომ ჩვენ ქრისტიანები ბოლომდე ვიბრძვით აქედან გამომდინარე ამის მაგალითები ჩვენ უამრავი გვაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცოდვაში დაცემულა ანუ რას ნიშნავს ადამიანი არასოდეს გექცევა ანუ მას რაღაცა გონება არეული აქვს. სულ ადამიანი სწორადაა და სწორი აზროვნებით არის ხო? ის ხო ოჯახს არ დაანგრევს. შვილი ხო მშობელს არ დაუპირისპირდება. მშობელი ხო გამორიცხული შვილს დაუპირისპირდება. თუ საღაზზე ხარ, როგორ შეიძლება შენ საკუთარ შვილს დაუპირისპირდე, საკუთარ მშობელს დაუპირისპირდე? ბოროტი ძალა მოქმედებს. ბოროტი ძალა მოქმედებს და პავლე მოციქული გაამარტავს, როცა სიყვარულის თვისებებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ თვისებას ასახელებს, რომ სიყვარულმა არც შერაცხის ბოროტი, რა σημαίνει არც შერაცხის ბოროტი? ანუ ჩვენ რო ხედავთ რომ ამ ადამიანზე ბოროტი ზემოქმედებს, შეიძლება მისინებითაც, იმიტომ რომ მან მიიღო ეს ბოროტი. ანუ მან დაუთმო ბოროტს, მიცა უფლება რომ ბოროტი მას შემოსულიყო და ის მას უფლობს. ანუ უფლობს ბოროტი, მაგრამ სიყვარული ბოროტს არც შერაცხს. მე ვიცი რომ ეს ადამიანი კი არა ამ საქმის ჩამდენი, კი ამ ადამიანს მიიღო ეს, მაგრამ ვიცი რომ ბოროტი მოქმედეს მასზე. ამიტომ მე როგორც ქრისტიანს მევალება რომ ეს ადამიანი ბოლომდე ვიტვირთ, ანუ ურთიერთთა სიმძიმე იტვირთეთ და ესეც აღასრულოს ჯოლეგი ქრისტეს და მას მე ბოლომდე ვტვირთულობ, ვიღებ მას ბოლომდე, მაგრამ ის სიარჩევანია საბოლოო ჯამში შეიძლება მან ეს მაინც არ მიიღოს. მაგრამ ასეთი სიყვარული ვის შეუძლია? ალბათ დედას, შვილის და მშობელს. ქრისტიანს შეიძლება ბევრმა დედამაც გაწირა საკუთარი შვილი, ბევრ შვილს გაუწირავს დედას, ბევრ მშობელს გაუწირავს საკუთარი შვილი. ანუ ეს ყველაფერი გამოდის შენი შინაგანი მდგომარეობიდან, ანუ შენ როგორ იღებ ამას და ესეთ სიყვარულზე პავლე მოციქული ამბობს, რომ ეგეთი სიყვარული არასა დავარდებისო. ანუ შენ თუ ესე ბოლომდე იხარჯები, სიყვარული არ დავარდება, არ დაიკარგება არსად, ანუ თუნდაც ამ ადამიანმა არ მიიღო შენი სიყვარული, ეს სიყვარული არ გაქრება არსად, იმიტომ რომ ღმერთი ხედავს ამას, შენ სხვანაირად ცხოვრებაც აღარ შეგიძლია, როცა შენ ქრისტიანულ სიღრმეებში შედიხარ და შენ ქრისტიანობას იაზრებ, როგორც ქრისტეს არ შეელო სხვანაირად ის ჯვარზე წავიდა ჩვენს გადასარჩენად. ესევე რომ ესე მოიქცა პავლე მოციქული, ესე მოიქცა პეტრე მოციქული, ესე მოიქცა იაკობ მოციქული, ესე მოიქცნენ ეს ადამიანები, ვინც ეს გზა აირჩია, ვინც ქრისტეს გზა აირჩია, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. აი პავლე მოციქულის ეპისტოლეზე საუბრობთ, ახლა მის ციტატაზე საუბრობთ, პავლე მოციქული წარმოადგენს, როცა გაიყვანეს ქალაგარდ და ეს ჩაქოლეს, ქალაგარდ განტვინეს პირდაპირ სამოციქულოში. პავლე მოციქული ისე ბრუნდება იმ ქალაქში, ისე მათ უკატაკოს, ისე ქრისტე, ანუ მათი ჩაქოლეს და პავლე მოციქული ისე მათთვის ბრუნდება, რომ მათ ისე ქრისტეს შესახებ საუბრობს, რომ მათ ქრისტე მიაღებინოს, იმიტომ რომ იცის რომ ეს ადამიანები ქრისტეს გარეშე ვერ გადარჩებიან. ანუ მათზე ზრუნავს, თან ეს ადამიანები არც ბიძაშვილები არიან, მისი არც ძმა, ფიზიკური არც და ხორცელი, ნათესაობა ადამიანთან არ აკავშირებს, უცხო ადამიანები არიან მისთვის. ანუ უცხო ადამიანები ნათესაური კავშირით. მაგრამ ნათესავები არიან ქრისტეში, ღმერთში, მან იცის ისინი ღმერთის შვილები არიან. ანუ მათ სიმძიმეს თვითმფულობს, ხო, რასაც მათ იცის რომ მათ გამო ქრისტე ჯვარზე გაიგო. პავლე მოციქულმა იცის რომ ამ თითოეული ადამიანის გამო მათ სხვარი ჯვარზეა გაკრული და თუ მათგანს ელოდება. ამიტომ ის მოშურნეობით მიდის და იქ ადაგებს ამას და მოუწოდებს ამათ რომ ისინი ქრისტეში დაიმოწაფოს. იმიტომ კი მან უკვე ქრისტე იცის მას არაფერი არ ჭირდება, მაგრამ მათ ჭირდებათ ქრისტე და მან ეს გააზრებული აქვს. ანუ სიმძიმის არ არის მხოლოდ მოწყალების საქმეები, თქვა, ხო? არანაირად. არანაირად. ეს არის თქვა მუგეში და სულიერი ტვირთვა შეიძლება საერთოდ არ იყოს ფიზიკური ტვირთვა შეიძლება ადამიანს ზოგ საერთოდ არ ჭირდებოდეს ფიზიკური შენი დახმარება, იმდენად ფინანსურად და ფიზიკურად ძლიერად იყოს, რომ შენი დახმარება საერთოდ არ ჭირდებოდეს მას და პირიქით სულიერი დახმარება ჭირდებოდეს მას. არის პირიქით შეიძლება ადამიანს სულიერ ძლიერია, მაგრამ ფიზიკური დახმარება ჭირდება. ეს ორივე კონტექსტი იხმარება ამაში, რომ ნებისმიერ ამაში დავეხმაროთ ადამიანს. როგორ დავეხმაროთ და როგორ ვიტვირთოთ სხვისი, ესე იგი, სიმძიმე, ისე რომ ჩვენ ამ პარტავნებაში არ ჩავარდეთ და სხვას ღირსება არ შეულახოთ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწორად გააზრება, იმიტომ რომ ზოგი რაღაცა თავიქად მაღლობით აკეთებს ამას და საკუთარი თავიდან გამოდის. ამიტომაც ამ ადამიანებს სარგებელიც არ აქვს სიკეთის კეთებაში, სარგებელიც არა, როცა შენ ამ ყველაფერს აკეთებ შენი თავისთვის და იმისთვის რომ შენ გამდიდე, ეს საქმე უკვე დაღუპული არის. როცა შენ ამას აკეთებ იმის რომ შენ ამით აი ქრისტეს აი მასე მსახურები და მის მიმართა შენ და იცი რომ შენი გზა მის გზაზე გადის და მის გამოაკეთებ ამას, ამ პარტავნებას ადგილიც არ აქვს, იმიტომ რომ იცი რომ შენ ვერ აკეთებ ვერაფერს აი პავლე მოციქულს გალთამართებს სულეში რომ აღარ ვარ მე ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე, ანუ აი მე აღარა ვარ ცოცხალი, ანუ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ანუ მე
მე ჩემ თავზე ვარ თავიდან ბოლომდე და ჩემში ქრისტე გავაცოცხლე. თუ ჩემში ქრისტე გავაცოცხლე და თუ მე ქრისტეს სიმოქმედებ, მე რა ვარ მაშინ? მე ხარ არაფერს არ ვაკეთებ. ანუ ჩემით ქრისტე აკეთებს ამას. ანუ მე ქრისტე მეუნება რომ იცი ამ ადამიანს დაეხმარე. მე ქრისტე მეუნება რომ ამას შეეწიე. მე ქრისტეს სიტყვები მაქვს რომ მათ სახარებაში მათ ხვარი ამბობს რომ თქვენო არ იფიქროთ რა სიტყვით როცა წარდგებით თუ მე ვილაპარაკებ თქვენს მაგივრად ანუ მე დაგეხმარებით. ქრისტიანმა იცი როცა შენ ნებისმიერ ამასაც ლაპარაკობ, შენ ქრისტეთი ლაპარაკობ თუ სიკეთეზე საუბრობ. თუ ბოროტებაზე საუბრობ, ესე იგი შენ ეშმაკი გასაუბრებს. ორივე შემთხვევაში ესე არის, იმიტომ რომ შენ ხარ უბრალოდ იარაღი, ცუდ შემთხვევაში ეშმაკის იარაღი ხარ, კარგ შემთხვევაში ქრისტეს იარაღი ხარ. და შენ ამასაც ჩვენ მირჩევთ, ხო, ვის იარაღი ჩვენ ბუნებრივია, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გვაქვს, თავისუფალი ნება გვაქვს და ჩვენ თავისუფალებით ვემორჩილებთ იმას, ვისკენაც ჩვენ მივდივართ. ვისაც ჩვენ ვირჩევთ ხოლმე იმ დროს. და აი ღირსება რო არ შევულახოთ, ესეც არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, ადამიანს. როგორ გააკეთებ ამ სიკეთეს, უნიშნულოვანი ესე ბევრი მაინც ხოლმე ესე მოვა და სიკეთეს აი საზოგადოდ გეუბნება, რომ ხარ მაგათაც აი ხალხში გეუბნება საყოდურსო ესეთი რატო ხარ და გამოსწორდი და შეიცვალე და შეიძლება ეს პირდაპირ გელაპარაკება. შეიძლება ეს უთხრა ადამიანს, იმიტომ რომ სხვანაირად მასზე ვერ იმოქმედებ, იმიტომ რომ ისი რაღაც უნდა შეეხო, რომით გამოასწორო და შეიძლება ადამიანს საზოგადოებაში უთხრა ეს, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ადამიანს ვერ შეცვლი. არის უჯერო საზოგადოებაში უნდა უთხრა ზუსტად ის სათქმელი რომ ამ ადამიანის შეეხო ღირსება სათუმიც რომ სამად ვერ გამოაფხიზლებ ვერ მოიყვან გონს ამიტომ ეს შენი გონიერებიდან გამომდინარე შეიძლება ეს რო უთხრა ადამიანს პირიქით ამით დაღუპუგეთებ საზოგადოებაში რო უთხრა იგივე რაღაცა შეიძლება ამ ადამიანი დაღუპო ვერ აიტანოს და საერთოდ შეიძლება განადგურდეს და შენ სიტყვას არანაირი შედეგი მასზე შეიძლება არ ქონდეს ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს საოცარი იარაღი ეს არის ლოცვა ეს არის ლოცვა და ეს არის მარხვა. რითაც ჩვენ აი ადამიანებს აი როცა ლოცულობ და როცა იმ ადამიანის ღმერთს ევედრებ, ეს თუნდაც აი რამე საქმეს დაიწყებ. უბრალოდ რა უნდა გააკეთო? ნებისმიერ საქმეს დაწყებისში უნდა ილოცო. ადამიანთან ურთიერთობაში თუ გინდა ადამიანს რამე გააგებინო და თუ ეს ადამიანი გიყვარს, რა უნდა გააკეთო? ჯერ მასზე უნდა ილოცო და ღმერთს უნდა თხოვრო. აი ღმერთო, გიხვეწე მე ახლა ამ ადამიანთან მივდივარ, მე ამ ადამიანის პრობლემის შესახებ შევიტყვე. და გთხოვრო დამეხმარე, რომ ის სიტყვები მომაძებინე, რაც მას დაეხმარება. რაც მას შეეწევა და შენ მომეცი ეს სიტყვები რომ მე ამას შევეწვი ამ ადამიანს შევეწიო რომ მას დავეხმარო და როცა შენ ამ ადამიანს ხვდით და ღმერთს ელაპარაკები აუცილებლად დადგება შედეგი თუ მას ოღონდ ამის მიღება უნდა იმიტომ რომ არის აი შენ რაც გინდა ელოცო შეიძლება ადამიანს შენს პარტს მიიღოს იმიტომ რომ ის გაუცხოებული აქვს ისაგან გაქვაებულია უსგული და ვერაფრით შემთხვევაში ვეც ახერხებ მისი გულის მოლმობას რაც გინდა რა მასზე ელოცო შეიძლება 24 საათს შეიძლება არ შეეხოს მას შეელოცო იმიტომ რომ მას ეს ბოლომდე მიუღებლობა აქვს, იმიტომ რომ ეშმაკი აქვს მიღებული საკუთარ თავში, გამტკიცებულია ეს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ ეშმაკს ბოლომდე უკვე ემორჩილება ის რომ მან თვითონაც არ იცეს და შენ ეს სიტყვებში არც მოქმედეს, აი მაცხვარი ქადაგებდა იუდეველებთან, მაგრამ მათ ეს მაცხვარს არ ესმოდათ. არ ესმოდათ, იმიტომ რომ მათ მაცხვარი ამბობს თქვენი გული გაქვაებულიაო, ჩემს დღეს მიზაღი არ იღებთ, თქვენ ყური გაქვთ, მაგრამ არ გესმითო, თვალი გაქვთ და ვერ ხედავთ. არ გინდათ ამის დანახვა, ანუ ხედავთ, მაგრამ ამის დანახვა სულიერი სიბრმავე. ხო, სიბრმავე აქვს და მიუხედავად ისე რომ ყველაფერი გააკეთა მაცხვარომათვის, მათ მაინც არ მიიღეს ეს. მაგრამ ისე შენ არ გააკეთო, მაინც არ უთხრა მათ ეს ყველაფერი. აი, ყოველთვის უნდა დავეხმაროთ მამაშალო ადამიანს, თუ არსებობს რაიმე გონივრული ზღვარი. აი ლოცვის თვალსაზრისითაც, რასაც თქვენ საუბრობთ, რომ თუ კი არ გიღებს ადამიანი ამ დროს ლოცვა შეიძლება. არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უბრალოდ ლოცვაც აღარ შეგვიძლია ადამიანისთვის, მე თვითმკვლელზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. სანამ ადამიანი ფიზიკურად უცხალია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია მასე ვილოცოთ და ვთხოვოთ ღმერთს, რომ ამ ადამიანს ღმერთის მადლი შეეწიოს. აი ბოლომდე, იმიტომ რომ ადამიანი ფასდება დაბადებიდან გარდაცვალებამდე მას ყველანაირი შანსი აქვს. ყველა ადამიანს შანსი აქვს. აი თოც ეკლესია როცა იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ადამიანს შეუჩერებდა მსახურებას, ან მე განკვეთავდა ანათემას გადაცემდა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ის ადამიანი დაფიქრებული იყო, ის ანათემაც კი მისთვის იყო, მის სულ სასარგებლოდ იყო, რომ ადამიანი ამით გონს მოიყვანათ. განკვეთაც მაგას ემსახურებოდა, რომ აი როცა განკვეთავდა ეკლესია რომელიმე ადამიანს, ან შეაჩვენ ამითაც მასზე ზრუნავდა. რომ ის ადამიანი რაღაც ამით მაინც დაიფიქრებდა. აი გონებაში სწორედ ეს მაგალითები მქონდა უბრალოდ ახლა აღარ მივხვდა ხო მაგალითად და ზუსტად ეგ არის და ამითაც ეკლესია ამ ადამიანს ეხმარება იმიტომ რომ აი ეს აქციელიც კი მასზე ზრუნვა წერია განკვეთავს ადამიანს ეკლესია კვეთავს წერია რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ დიდი გულის ტკივილი და მის და მის სიყვარულით ვაკეთებთ ამას ეს ადამიანი რომ გვიყვარს და მის მიმართ გვაქვს სიყვარული, ამიტომაც ამ ქმედებას, ამიტომ ჩავდივართ, რომ შეიძლება ამ ქმედება მასზე იმოქმედოს, ამისი ეს გაქვავებული გული და ეს წვალებლური გონება რაღაც ამ მომენტს გამოაფხიზოს.
ეს ყველაფერაც ეკლესიაში ხდება ხოლმე, ესეც მათი გამოსწორების ხდება ხოლმე. დიახ. მამაშო, ზოგს სიმძიმე გონია, ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ რაღაცა უბედურება შეემთხვევა, ვამბობ, ვიღაც გარდაიცვლება, ან რაღაც ფინანსური პრობლემა შეექმნება, ან რაღაცა პირადი ცხოვრება აქვს დაულაგებელი, ანუ რეალურად სიმძიმე და განსაცდელი არის ის, რომ ადამიანი ძალიან, ან თქვენ პრინციპში მთელი გადაცემა ამაზე საუბრობთ, რომ ცოდვაშია ადამიანი და ამას ვერაცნობიერებს და ღვთისკენ არ მიდის და ღვთისკენ არ იხედება და დაკარგული აქვს უფალი. პავლე მოციქული ამის სიტყვის ურთიერთსინძი მეიტვირთა და ეს რაღაც ჯუბლიქს მანამდე განმარტავს პავლე მოციქული და საუბრობს, აზე საუბრობს პავლე მოციქული, აი რა სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. და ზუსტად იმას ჩამოთვლის, რომ აი ეს ცოდვები ჩამოთვლის მანამდე, რა ეს ცოდვა მე თქვენო გითხარითო მანამდე გალატელოსეუნება, რომ ეს ცოდვა ადამიანს მოკლავს. ანუ სულიერად ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები 64-ს ვერ დაიმკვიდრებენ, ანუ მარადვის სასწაულს ვერ დაიმკვიდრებენ, თუ მათ ეს ყველაფერი არ შეინანეს. ანუ თუ არ შეინან ადამიანმა ეს ცოდვა, ადამიანი 64-ში ვერ მოხდება, ვერ დამკვიდრდება აქ. ამიტომ მე ვთქვი, რომ მოგიწოდეთ, რომ ადამიანები ამ ყველაფრისგან გამოიყვანთ, ანუ ცოდვებისგან იხსნათ, აი ამ ცოდვებში იტვირთოთ ერთმანეთი, გამოაფხიზლოთ, რომ ადამიანი ამ ცოდვას გამოგლიჯოთ და ამ ცოდვიდან ადამიანი გამოვიდეს. ამას გულისხმობს პავლე მოციქული. ბუნებრივია აქ ისიც იგულისხმება, თუნდაც ეს ფინანსური დახმარება, თუნდაც რომ ადამიანს აწოსა მიჯაჭვული და მას შენ დახმარება ჭირდებოდა, თვითონ ვერ გადაადგილდებოდა შენ მას საკვები უნდა მიაწოდოს, ახლა ეს ორივე იგულისხმება, როგორც ხორციელი ზრუნვა, ესევე სულიერი ზრუნვა იგულისხმება. აქ ამას ვერ გამოყოფ მარტო სულიერზე საუბრობს პავლე მოციქული და ხორცელზე არ საუბრობს. არა, ორივე საუბრობს პავლე მოციქული, რომ ორივე შემთხვევაში ერთმანეთს უნდა ვიტვირთოთ. ორივე გვჭირდება შემთხვევაში ისე ხორცია, იმიტომ რომ ჩვენ შევდგებით სულისგან და ხორცისგან, ესა ჩვენი შემადგენლობა. ადამიანის შემადგენლობა არის სული და ხორცი. ამიტომ ჩვენ ზრუნულობა გვევალება როგორც ხორცზე, ისე სულზე ადამიანის. დიახ. სიმძიმის ტვირთვის გარდა სიხარულის გაზიარება რამდენად მნიშვნელოვანია. სხვა ადგილას ამბობს პავლე მოციქულის სიტყვები, ხო, მარადის გიხარო და აი ზოგჯერ ეს გვიჭირს ხოლმე ადამიანებს, რომ შეიძლება გავიზიაროთ სხვისი ჭირი ვთქვათ და მწუხარება, მაგრამ ცოტა ის სიხარული როცა აქვს და რაღაცა ბედნიერება იწვევა ადამიანს, აი ამის დატევა და ამის ტვირთვა გვიჭირს და გაზიარება მასთან ერთად. აი ხშირად და ჩვენი პატრიარქი ხშირად საუბრობდა ხოლმე ამაზე, პატრიარქს აი ძალიან უყვარდა ამას საუბარი, რომ ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება, ურთულესი არის ეს სიხარულის გაზიარება, აი ბევრად უფრო მარტივია ადამიანის ტკივილის გაზიარება, იმიტომ რომ ტკივილს შური არ ახლავს, თან არანაირი შური არ ახლავს, ახლა ადამიანს ახლა შვილი ყავს, ხო შვილი ყავს ძალიან მძიმედ, აი შეხვარ შეგშურდება, მე რატო არ ყავს ახლა შვილი მძიმედ და მე რატო არ ადამიანს ხوار შეგშურდება, მაგრამ შენი შვილის მეგობარმა დიწარმატებას რომ მიიღწევს და შენი შვილი ამ წარმატებას რო ვერ აღწევს, შეიძლება შვილი დაგეოფლოს და მის სიხარულში ვერ შეხვიდე, ანუ შენ შეიძლება სხვის სიხარულით ვერ გაიხარო. აი ზედა პატრიარქი ამას ხშირად გაუსვამდა ხოლმე ხას, რომ აი ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ქრისტიანობა არის ის, როცა შენ შეგიძლია სხვის სიხარულით გახარება. ანუ შენ შურს აღარ აკარებს საკუთარ თავს ამ შემთხვევაში, ანუ შენგან შური შორს არის, ანუ ნამდვილი მეგობრობა, რაზე დგას ნამდვილი მეგობარი არის ის, ვისაც შენი სიხარული უხარია და ვინც შენი სიხარულით ხარობს და ბედნიერია, ანუ თვითონ არ აქვს, მაგრამ შენ რო გაქვს ამით ხაროს. მას არ აქვს ეს წარმატება, რადგან შენ მიიღეს წარმატება ამით ხარობს და მასში ეს შურს გასაქანს არ აქვს. ეს ყველაზე რთული პროცესია. ეს არის აი მე ვფიქრობ, რომ უმაღლესი ხარეს ქრისტიანობის, როცა შენ სხვის სიხარულით ხარ და პავლე მოციქული ამისკენ მოგვიწოდეს ხო აი მოხარულთან ერთად მოხარული იყავით და მტკივნეულთან ერთად მტკივნეული იყავით, როცა ადამიანს ტკივა, შენც მასთან ერთად ტკიოდეს, როცა ადამიანს უხარია, შენ მასთან ერთად გიხაროდეს, იმიტომ რომ შენი სიხარული უნდა დაგეუფლოს ამ შემთხვევაში, რა ძალიან შემთხვევაში ძალიან ადამიანს ეს ძალიან უჭირთ ხოლმე. აი მაგალითად შვილი არ ყავს ადამიანს, ხო, თვითონ არ ყავს შვილი და ხედავს რომ იმას შეეძინა შვილი, მე იმას შეეძინა შვილი, მე იმას შეეძინა და რაღაც უცებ შენში შემიწყება ეს შური, აი თან ვერ ხვდები რომ შურია, მაგრამ თან რაღაცა გულდაწყვეტაც გაქვს რომ რაღაცა აი იმას რატომ ეცა შვილი და მე რატო არ მეძლევა შვილი და რაღაცა აი არ და თეთრი შური არ არსებობს არ არსებობს არანაირი თეთრი შური. აი ნიბელხანსტელში რომ არის რომ აი საფრთხოშურით აღიხსნება ამები. საფრთხოშური სხვა რამეა. საფრთხოშური რა ისი? საფრთხოშური არის მიმბაძველობა, მოშურნეობა რომ აი ესეთი გახდე. რომ მეც ესეთი გავხდე, მეც ამას მიმბაძო. თუნდაც ის რომ მეც რომ მიდოდა სულ შვილი მყავდეს, რადგან იმას ყავს შვილი. ოღონდ ეს სიმტო კი არა, მე იმას კი არ განვიცდი, იმას რატო ყავს შვილი და მე რატო არ ყავს. არა, მეც მინდა რომ ესე იყოს და აქ მეც მინდაში არ არის, მაგრამ აი მეც მინდა რომ მაგათად აი სული წარმატებას მივახციო. მეც მინდა რომ ამას მიაღწიო, მაგრამ აქ მეც მინდა, შემეც მინდა, მაგას მე მსგავსო, მაგრამ ამბროს ხელაია, ძალიან მინდა გაგავრილ ქიქოწეს,
გრიგოლ ხანძთელს მეც მინდა, მაგრამ როგორ მივესგავსები, თუ მათი გზა არ გავიარდა, მათი შრომა თუ არ გავიარე, მაგრამ კი ამ შურს უბრალოდ მეც მაქვს ეს ანუ აქტუონებული ვარ მათით და მათი ღვაწლით. აი მინდა რომ პატრიქსას სიყვარული მქონდეს, ძალიან მინდა რომ პატრიქსს უყურებდი ხოლმე და მასთან ერთად რო ცხოვრობ და ის სულ მიკვირდა რომ როგორ შეუძლია ამდენი პატიება, კი არ შურდა პატრიქსს როგორ პატიებს მეთქი, მაგრამ აი მეც მინდა იგივენერი პატიების, რაც პატრიქსს ჰქონდა ეს პატიების შეგრძნება და როგორც ის პატიობდა ყველას, მეც ამ პატიებინა, რაც მე არ მქონდა. მე მრისხანება მქონდა მაგრამ და რაღაცა ამას ვითხოვდი. თქვენი მრისხანება სხვათა შორის არ მინახავს მამაშალ. და შემთხვევით არ არის რომ თქვენ თავსაუბრობთ ალბათ ამ თემაზე, იმიტომ რომ თქვენ პირადი გამოცდილებიდან ძალიან ბევრს გვიყვებით სხვისით დახმარების, სხვისი ჭირის თუ ხინის გაზიარების შესახებ, ამის ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ და აი ის რომ თქვა ისე დაეხმარო ადამიანს ისეთი გულით, ისეთი სიყვარულით რომ მან ეს მიიღოს და რაღაცა ღირსებით მიიღოს, ალბათ ამას კიდევ ნიჭი ჭირდება და საღვთო მადლი, ხო? მისი არ მოდის. და დიდი შრომა ჭირდება, ამას პირველ რიგში შრომა ჭირდება საკუთარ თავზე და აი, როდის შეძლებ ადამიანის დახმარებას? აი, როდის შეძლებ ადამიანს, როცა მის შეყვარება შეძლებ. ან მოინდობ რომ ეს ადამიანი შეგიყვარდეს. აი, შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ აი, შენი გული, სული წარმართო მის შეყვარებისკენ. რომ გინდა რომ ეს ადამიანი გიყვარდეს, მაშინ მას ეხმარები კიდევაც. როცა შენ აცნობიერებ რომ ეს ადამიანი არის ღმერთის შვილი, ის ღმერთის ნების გარეშე არ დაბადებულა, მიუხედავად მისი არასწორი საქციელისა, არასწორი ქმედებისა, ხო, იცი რომ ღმერთის შვილია და ეს ადამიანის დახმარება გინდა, იმიტომ რომ ის ღმერთის შვილია და შენ ის ღმერთი ძალიან გიყვარს. როცა შენ ადამიანი გიყვარს, რომელიმე ადამიანი გიყვარს, შენ მათი შვილებიც გიყვარს მიუხედავად საქციელისა. ისე როგორ იქცევია, კარგია თუ ცუდია, შენ მათ მიმართ გავს უდიდეს სიყვარული, რომ ხედავ რომ ხა შენი მეგობრის შვილი არასწორად იქცევა და შენი მეგობარი ძალიან გიყვარს და უცებ ხედავ რომ აი შენი ძმაკაცის შვილი რაღაცა იქ ნარკოტიკებს ეკარება, იქ რაღაცა პრობლემას ქმნის, იქ რაღაცა სხვა, აი შენ თუ შენი მეგობარი გიყვარს, შენ ამას თვალს ხوار დახუჭავ. შენ ხო ყველაფერს გააკეთო რომ შენი მეგობრის შვილს დაეხმარო, ის გადაარჩინო. და ყველაფერს იღვაწებ იმისთვის, იმ ადამიანს დაიბარებ, შეხვდები, რაღაც დაელაპარაკები და ყველა რესურსს და ყველა ძალას გამოიყენო, ის ადამიანი ცუდისგან გამოგლიჭო, იმიტომ რომ ის შენი მეგობრის შვილია და ის შენი მეგობარი, შენ ძალიან გიყვარს, იმიტომ რომ ის შენი ცხოვრების ნაწილია. როცა შენი ცხოვრების ნაწილი ხდება შენთვის ღმერთი და იცი რომ ეს ადამიანები ღმერთის შვილები არიან და შენ უკვე ღმერთთან, აი ღმერთი შენი მეგობარი ხდება და ღმერთი შენი ყველაფერია, ღმერთი ხო ბუნებრივია, მე შენ მის შვილებს ზრუნავს, ესეთები იყვნენ მოციქულები. ესეთი იყო ჩვენი პატრიარქი, თორემ მას ეს გაცნობიერებული ჰქონდა, ის ღმერთის მეგობარი იყო და ამიტომ ღმერთის მეგობარი თავისი ღმერთის მეგობრის შვილებზე ფიქრობს, ანუ იმ შვილებზე ფიქრობს და მასზე ზრუნავს. ამიტომაც იყოს მოციქულები, რომ ამ კვდებოდნენ, ეწამებოდნენ, სისა და ხორცს აძლევდნენ ამათ გადასარჩენად. აი ადამიანს ამ შეგნებამდე მიდის და როცა აქამდე მიდიხარ შენ რომ აი მე იწყებ ამის, მე ზუსტად ამ სიტყვას პავლე მოციქული ამას თავისი არსებიდან ამოს ამ სიტყვას, რომ თვითონა პავლე მოციქული ეგეთი, თვითონ პავლე მოციქულს ეს ყველა ადამიანი იტვირთა, მან თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანი იტვირთა. ამიტომაც ის თემტორა ამოსო ესი აღესრულება ჯულიგი ქრისტესი, ანუ ღმერთის ჯულს მაშინ აღასრულებ, თუ ერთმანეთის სიმძიმეს იტვირთავთ და ერთმანეთის სიმძიმეს საშუალებაში იტვირთავთ. თუ იმ ადამიანის შეყვარება შეძლებ, თუ ადამიანს ვერ შეიყვარებ, თუ ადამიანს სიყვარული არ აგაქვს, აი პავლე მოციქულმა ისე თუ სიყვარული არ გაგაჩნიო, არაფერი არ ახარო, აი რო ალიხარ ჩვეულებრივი ისახა წინ არაფერი შენგან არ არის. მაგრამ თუ სიყვარული გაქვს და თუ სიყვარულისკენ მიდიხარ, მაშინ შენ ყველაფერი შეგიძლია, მაშინ ყველაფერს შეძლებ. მაგრამ ამისთვის უნდა მოიპოვოს სიყვარული. აი სიყვარულის გარეშე ამ ყველაფერს შენ ვერ შეიძლება, ვერავის ტვირთს ვერ აიღე. აი როგორ შეიძლება აიღო ტვირთი იმ ადამიანს, ვინც არ გიყვარს და ვისთან შეყვარებაც არ გინდა თან. შეიძლება არ გიყვარდეს კიდევ აი უცხო ადამიანი როგორ უნდა მიყვარდეს? იმიტომ რომ ზუსტად უცხო ადამიანიც არ არსებობს. ნახე, თუ შენ ქრისტიანი ხარ და თუ შენ გააზრებული გას უცხო ადამიანი ვინ არის? ის ღმერთის შვილია. შენ ხო იცი რომ ღვთის გარეშე არ დაბადებულა, როგორა უცხო? ეს ადანა უცხო ის ხო ღმერთის ნებით მოევლა ამ ქვეყანაზე, ის ხო ღმერთმა ინება ის არ არსებობიდან შემოყვანა არსებობაში. ანუ ღმერთმა დაბადა ეს ადამიანი. და ღმერთის შვილია, ეს ადამიანი როგორა უცხო, ის ღმერთის შვილია. და შენ ქრისტიანი ღმერთის შვილისთვის ყველა ადამიანი შენები არიან, ისე რომ ღმერთის შვილები არიან. მაგრამ თანამედროვე სამყარო და თანამედროვე ადამიანიც მაინც ორიენტირებულია საკუთარ ეგოზე და გულგრილი გახდა თანამედროვე ადამიანი და ჩვენ გვიჭირს რა თქმა უნდა ახლა მაინც რომ აი ბავშვებს, რომლებიც აი ამ ეპოქის შვილები არიან და მაინც გარემო მათზე მოქმედებს,
ვასწავლოთ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ. აი ის ცხოვრეს სხვისთვის. ეს რასაც გვასწავლის ხო ქრისტიანობა. რთული აღსასრულებელია მაინც ესე იგი რომ გაატარო ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაღაც შევაჯამოთ. რას გვირჩევთ ამასთან დაკავშირებით? ელემენტარი დღევანდელი დღის დილის მაგალითი ავიღოთ და ყველა ქრისტიანი სახამას მოусმენს ახლა დილის მაგალითი ავიღოთ. რა უფრო მარტივი ახლა ადამიანს დილით რო იღვიძე, ბევრჯერ მithქვამს ეს რომ ახლა ტელეფონი აიღო დასკროლო თუ ადგე ახლა დილით და აი შენი საწოლიდან ლოცვის კუთხემდე ეს მანძილი გაიარო. რა უფრო მარტივია. ბუნებრივი უფრო მარტივია ტელეფონი აიღო და დასკროლო. ძალიან მარტივია. ამას იცულება საკუთარი თავის არ ჭირდება. ძალიან რთულია ყოველ დღე ზუსტად ეს გზა, ეს მონაკვეთი გაიარო შენი საწოლიდან ლოცვამდე. მაგრამ ნახე დღე მე როგორია, როდესაც შენ ამას ახერხებ და საკუთარ თავს აიძულებ და იმ ლოცვას წაიკითხავ დილის ლოცვას, თელი დღე რაღაცა ბედნიერების შეგრძნება გავს, თუ რომ შენ გაიმარჯვე. მაგრამ ამას რო არ აკეთებ და იმის ქოლა და ეს ლოცვა რო არ წაიკითხე, თელი დღე მე ხარ მოგუშული. მაგრამ თელი დღე ხარ დამძიმებული და ჩვენ სამწუხაროდ ამ დამძიმებას ვირჩევთ ხოლმე. ჩვენი არჩევით. და სიმშვიდეს, დღის სიმშვიდეს არ ვირჩევთ, არ ზუსტად ხედავთ ამას. ანუ ამ სიკეთეებით ჩვენ უფრო ბედნიერი იქნები. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანს თავისი ეგოიზმით საკუთარ თავს აზიანებს ამით. და საკუთარი თავისთვის ეს სწორი განაჩენი არ გამოაქვს ადამიანს. რითაც მე შენ თელ ბედნიერი იყო და თელი ცხოვრება თუ ამას გააკეთო რომ ურთიერთთა სიმძიმე იტვირთა ეს რაღაც უჯული იქნეს თუ ამას გააკეთებ შენ თელი მარადიული ცხოვრება აქვს გარანტირებული პავლე მოციქულის ამბობს და მარადილ სიხარულში გადაინაცვლებ მასთან ერთად ქრისტესთან ერთად. ეს რო შეძლო და ადამიანი და შეიყვარო და საკუთარ თავზე გამარჯვება უნდა ისწავლო. ძალიან დიდი მადლობა მამაშალვა საინტერესო საუბრისთვის. ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.